რომ გამოვედი აი პირველივე დღეს მოგიყვებით ახლა ისევ ამ ხალხის სიყვარულთან დაკავშირებით. გამოვედი და აღმოჩნდა რომ ჩემი ტელეფონი იყო ნომერი, გათიშული. დავდე ფული არ ჩაირთო და წავედი მაგთიში, გავიკეთე დიდი სათვალები, ქუდი დავიფარე, თანთმები მქონდა ძალიან გრძელი, რომ იქ ყოფნის დროს მე არ შემიჭრია, თმა დაფიცებული მქონდა არ შევიჭრი, მეთქი თმა სამაკ ვიჟებით ხო და მივედი მაგთში. მეთქი რაღაც ეთქობა ბარათია მეთქი გაფუჭებული ხო და რომ შეამოწმეს, აი მეო ბატონო თემურო თქვენი ბარათიო არის დაბლოკილი და თქვენი აღარ არის ეს ნომერიო და ძალიან გავფრთხილე, იმიტომ რომ პირველივე დღიდან რაც მაგთი არსებობდა, მქონდა ეგ ნომერი. ხო და ერთი წამითო და ავიდა ოფისში ეს გოგო, ჩიქიაზე ვიყავი და რომ ავიდა უცებ ჩამოთის და აუიცითო ჩოხტაბერიძესო თურმეო თქვენი ბარათიო დაუბლოკია, მაგრამ შენახული აქო და მოგეთ $700 არისო ნალაპარაკები რომ დამიჭირეს, სოჩში ხო იდო ეს ტელეფონი და თურმე უცხოეთში რეკავენ ესენი გამოიყენეს და ხო მიხვდა ახლა მაგთი რომ მეც $700 იყო გადასახდელი და მეთქე ხა $700 ვერ გადავიხდი ამ ნომერში. არა, ჩამოგაწერესო მთლიანათო. თანხაო და მოკლედ მომცეს იგივე ნომერი სუფთა. აქედან წავედი საპარიკმახეროში. ჩავჯექი ტაქსში, მაშინ ესეთი რაციები ეთქვათ მანქანაში და რო ჩავჯექი, ძღოლმა არაფერი არ მითხრა და უცებ აიღო რაცია და მანქანაში იცით ეხა ვინ მიზის და უცებ ვფიქრობ ეხა თუ დაიწყეს ნარკომანი ან რაღაცა მეთქი და თემურ თადაშვილი აუ მოგვიკითხე, აი მომეხსნა ისევ ეს კომპლექსი და რომ მივედი საპარიკმახეროში, დამესია მთელი საპარიკმახერო, რა თქმა უნდა, რაღაც ზოგი მჭრის, ზოგი მშხილს მიკეთებს რაღაცა და რეკავს ტელეფონი, მენეჯერი იღებს ყურმულს და კი, ვიცით რომ გამოვიდა და აქ არის და ხელიც მოვკიდეთ უკვე საპარიკმახეროში იყო დარეგილი. ავედი ცნობილ გულოსაბანოში საპარიკმახეროდა. რო შევედი და მეთქი ნომერი მინდა მეთქი და თემოჯან უწევს გულო და მკვდარი. რა ფული, რის ფული, შედი აბა მექისები, შედით. მოგეთ აი პირველივე დღეს მქონდა აი ესეთი. აი სხვა განწყობით გამოხვედით და სულ სხვა რეალობა. აი ეს აი პირველი დღე მოგიყევით. აი სამ სხვადასხვა ლოკაციაზე რა მოხდა და